არანაირი ჯილდო და სასჯელი რეალურად სამყაროში არ არსებობს. რასაც ჩვენ ვეძახით ჯილდოს ჩვენი ქცევების გამო და სასჯელს ჩვენი ქცევების გამო, ესეთი რამე არ არსებობს. არსებობს მიზეზ შედეგობრიობა. ანუ ის ჯილდო, რაც მივიღეთ თუ სასჯელი, რაც ვამბობთ რომ აი დავისაჯე და კარმულად ვისჯებ და მკარმ. არა. ეს არის მიზეზი და შედეგი. თუ ჩვენ ვიცით რომ ეს არის მიზეზი, რომელიც აყენებს შედეგს, ესე იგი მიზეზი უნდა როგორც მიზეზი ისე უნდა მოვექცეთ. სიზიფე არის მითის მიხედვით დასჯილი კონკრეტული ქმედებების გამო. აღმართზე აქვს ლოდი და აწვება და ეს ლოდი როცა უკვე უნდა აიტანოს ბოლოში, ზუსტად იმ ბოლო მომენტში ეს ლოდი უკან გორდება და იწყებს თავიდან მის ატანას და ეს არის მარადიული. ამას ბოლო არ უჩანს. რას გვასწავლის ახლა ეს მითი? რომ სიზიფე არ ნებდება. სიზიფე ამსხრევს ანადგურებს აი ამ ციკლს. მაგრამ ეს არ ჩანს აქ. ამ მითში არ ჩანს მისი ტანჯვის დასასრული. ეს არქეტიპი არის მარადიულად კარმის გასწორების, მარადიულად ციკლის და კარმასთან მუშაობის არქეტიპი. ერთსა და იმავე ძალისხმევით, ძალიან ძლიერი ნებისყოფით ვამუშავებთ და ვამუშავებთ. და რა ხდება, იცვლება თუ არა. ისევ მივდივართ იმ კითხვასთან. ეს ყოველი ახალი ქვის აზიდვა ხო იგივე ციკლში ტრიალია, ხო, მარადიული დაბრუნება. არის ეს იგივე თუ არის ეს სიახლე? რა თქმა უნდა, ეს არის სიახლე. ყოველ ჯერზე ქვა, რომელიც ხელახლა აქვს და ხელახლა არის დაგორებული. ეს ის ქვა არ არის, რომელიც წინა ჯერზე აიტანა. ის ქვა გაცვდა იმ ატანის დროს. და თვითონ სიზიფემ შეიძინა ატანის დროს რა? გამოცდილება და ძალა. ასაჯოლის ისევ გავიმეორებ, ეს ნების ტიპი ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე შოპენჰაუერის სამყარო როგორც ნება და წარმოდგენა. ნებას აქვს უდიდესი ძალა. მე რამ სურს და მე როგორი ნება მაქვს, რომ ამაზე ვიყო კონცენტრირებული ენერგია ამაში ჩავდო. ჩემი ნებელობა რა არის? ანუ მე ბრძანებელი ვარ ჩემივე ნების, ჩემივე სურვილის. ღირებულებების თემაც არის, ხო? ღირებულებების სისტემა სწორად უნდა დავალაგოთ. ერთია როცა მე რაღაცა უბრალოდ მინდა, მაგრამ ერთია როცა ჩემი ეს სურვილი და ეს ჩემი ნებელობა ზოგს უმაგრებს ღირებულებითი სისტემა. მაღალ ღირებულებითია ეს ჩემი სურვილი და ფუნდამენტურია ჩემთვის. ანუ ჩემს სხვა სურვილებზე მეტად ეს არის უფრო ფუნდამენტური და პირველადი. დაალაგეთ პრიორიტეტულად თქვენი სურვილები და პირველი რომელიც არის და უმნიშვნელოვანესი. კონცენტრირდით იმაზე თქვენი ძლიერი ნებით და თქვენი ძალისხმევით. და სანამ არ მიაღწევთ იქ შედეგს, არ გადახვიდეთ მეორე სურვილს. უბრალოდ რომ ჩვენ ახლა გვინდა ან გავიფიქრეთ, ესე არ მუშაობს. უნდა ჩავდოთ ენერგია, უნდა ვიმოქმედოთ, ამაზე ვიმუშავეთ და არ დგება შედეგი. კარმა გვიბათილებს ამას. ანუ სიზიფეს ლოდი აგვაქვს და ჩამოგვაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცვდება, პატარავდება ქვა ამ დროს. სიზიფეც ბერდება, სიზიფეს ცხოვრებაც გადის ამ დროს, ხო? მაგრამ საბოლოო მიზანი ის არის, რომ კარმა უკან იხევს. ანუ ჩვენ აი ამ სიჯიუტით ვაყენებთ ახალ შედეგს. კი არ უნდა ვთქვათ, რომ იცი რა არ მეძლევა და მორჩა რა. არა, ეს არავითარ შემთხვევაში. ეს უნდა ზუსტად ციკლს, რომ იკვებოს აი ამ შენი დანებების და მორჩილების ენერგიით. არა. უნივერსალურ კანონს გეტყვით რა, არასოდეს არ დანებდეთ. არასოდეს თქვათ, რომ ეს არ გამოვა. ამ დროს გაიხსენეთ სიზიფე ზუსტად.